დაუჯერებელი ამბავი, რომელიც ხევსური ქალის თამარულ ჭინჭარაულის გმირობაზე მოგვითხრობს. მის დროს ხევსურეთს ლეკები დასხმია თავს. როდესაც განგაში ატყდა, თამარული თავის სახლში კარს უკან ჩასაფრებულა. ლეკები სოფელს აწიოკებდნენ და სახლიდან სახლს ბუგავდნენ. ბოლოს თამარულის სახლსაც მიადგნენ. ძველად საცხოვრებლებს დაბალ შესასვლელს უკეთებდნენ, რათა მტრის შემოჭრის შემთხვევაში თავდახრილთან გამკლავება გაადვილებოდათ. ასეც მოხდა. ჩასაფრებულმა თამარულმა რამდენიმე ლეკს ხვლით თავი გააგდებინა. ბოლოს ერთბაშად მიაწყდა ლეკები კარს. ბრძოლა გაჭიანურდა. თამარული გარეთ გამოვარდა და უკვე ღიად შეება მომხდურს. გადმოცემის მიხედვით ამ საოცარ უთანასწორო ბრძოლაში თამარულს 32 კაცი მოუკლავს, 3 კი გაქცეულა. ბოლოს მამაკაცებსაც შეუერთდა და მათთან ერთად დაედევნა მტერს. ბრძოლის შემდეგ თამარულს კითხეს, რას ისურვებდი, რა გინდა რომ გაგიკეთოთ? მე არაფერი მინდა, ოღონდ გუდანის ხატში ყოველდღესასწაულზე ერთი ქვაბი ლუდი ჩემთვის დაიდგას და ამით მომაგებდეს პატივს ხალხიო. თამარულისთვის სურვილი შეუსრულებიათ ხევსურებს. გუდანის ხატში ყოველდღესასწაულზე დგამენ ხოლმე ერთი დიდი ქვაბით ლუდს და იტყვიან: თამარულსაო, კარებ უკან დამალულსაო, შაუნდას ღმერთმაო.